მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია. ეს არის გადაცემა სივრცე და დღეს ჩემი სტუმარია გიორგი გველესიანი. გამარჯობა. მადლობა, ძალიან დიდი რომ მოხვედით. მადლობა შენი მოწვევისთვის. გრაფიკიდან გამომდინარე, რაც ვიცი რომ ძალიან გადატვირთულია გამონახეთ და მადლობა ამისთვის და გიორგი, მოუყევი ჩვენს მაყურებელს, ვინ ხარ და რატომ არ გამოვაცხადე თვითონ გეტყვით, იმიტომ რომ იმდენი რაღაც არის ჩამოსაცვლელი, რომ მე ფიზიკურად ამას ვერ გავწვდებოდი. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. მე ვარ გიორგი გველესიანი, ძიუდოისტი, ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი კადეტებს შორის, ასევე სამჯერ ვარ საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ევროპის ჩემპიონი ვარ ლურჯ-ქამრებში, ჯიუ-ჯიტსუში და ასევე ჭაბუკები, ახალგაზრდები და დიდების ნაკრებშიც უკვე ვიყავი. ძალიან ბევრი ტურნირი მაქვს, ძალიან ბევრი ტურნირზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამ გამოცდილების შემდეგ დღეს უკვე ვარ 3 ძიუდოს კლუბის დირექტორი, ფლობელი, ასე რომ ვთქვათ. მე ვავარჯიშებ თვითონ, ასევე არიან ჩემი ასისტენტები, ძალიან მაგარი გოგო-ბიჭები, გოგონების ყავს მწვრთნელები და ვცდილობთ რომ გავზარდოთ მომავალი ჯანსაღი და შეგნებული თაობა, რომელმაც იცის რა არის სპორტი, რა არის წარმატება და ცხოვრებაში რომ ყველაფერი გამოვოდეთ, იმიტომ რომ მგონია რომ ძიუდო ყველას გამოსის აბსოლუტურად. მithumet ეს ქართველები ვართ, ქართული გენი გვაქვს და არა მარტო ქართველები, ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი გვყავს და მინდა რომ ყველამ დაინახოს, რომ აი ძიუდოს მხრივ, ანუ იქ რომ რაღაცას მოინდომა გამოგივა აუცილებლად ანალოგიურად ცხოვრებაში, რასაც შეეცდები რომ გააკეთო, ყველაფერს გააკეთებ და ყველაფერს მიაღწევ. თუ ამას მართლა მონდომებულად გააკეთებ. და გულგენდება. რას ნიშნავს ახლა ისე დაახასიათე, რომ რა არის შენთვის ძიუდო? რას ასწავლი ყველაზე მთავარს? ბავშვს. ანუ ყველა ამბობს, რომ ძიუდო არის ცხოვრება. მე ცდილობ რომ მეც ვიტყოდი რა, ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა არის სხვადასხვა ადამიანისთვის ცხოვრება. ჩემთვის ძიუდო არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩემი ცხოვრების განსავითარებლად და არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მოსწავლეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერი მასწავლა რა. ძიუდო ერთის მხრივ კი ცხოვრება არის, იქ ხარ, თუმცა შეგიძლია რომ ძიუდოში რაც გამოიარე, უკვე შემდეგ გადაიტანო შენ ცხოვრებაში და განავითარო ყველაფერი აბსოლუტურად, თუნდაც ფსიქოლოგია, თუნდაც შენი სულიერება, იქ მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან და მე ძალიან გამიჭირდება ბევრი სპორტი ჩამოთვალო, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს მართლა ეხმარებიან და რაღაცა კონკურენციაში არ არიან რა. თუნდაც მე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, შემდეგ უკვე დიდების ნაკრებში სულ ვიყავი სხვადასხვა ადამიანებთან კონკურენციაში და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ის, რომ აი იმის მიუხედავად, რომ კონკურენციაში ხარ, თუ ერთ-ერთი მონაწილე ემზადება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ანუ შენ კი არა, ანუ იქ 10 ადამიანი იკრიბება მისთვის, რომ მოამზადოს რა. და რა თქმა უნდა, იქ ერთმანეთს ოფსასხავთ და ერთმანეთს უფრო ახლოს იცნობთ, ვიდრე შეიძლება მშობლები იცნობდნენ. აქედან გამომდინარე, გინდა თუ არ გინდა, ის ადამიანი შენი ცხოვრების მეგზური ხდება და ის პერიოდი ყოველ შემთხვევაში ერთად ხართ და გიყვარდება, მას პატივსცემ, ისიც რა თქმა უნდა პატივსცემს, იმიტომ რომ შენ მას ეხმარები. ანალოგიურად იყო ჩემ შემთხვევაში, როცა ჭაბუკების ნაკრებში ვიყავი და ევროპის ჩემპიონატის ემზადებოდი, ჩემთვის იყო 10 ადამიანი, რომლებიც მეხმარებოდნენ და მე მათ ძალიან დიდ პატივს და ეს ყველაფერი გამომადგა უკვე ცხოვრებაში. ცხოვრება მასწავლა, ვიდრე ის, რომ მთლიანი ცხოვრება ჩემი ძიუდო არ. ძიუდოთი არავინ დაბადებულა და არც ბოლო არ იქნება არავისთვის, მაგრამ ეს ინსტრუმენტი ძალიან გამომადგა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამე მესწავლა რა. ფაქტობრივად ადამიანობას და გვერდით გემოს გასწავლეს, ხო? კი, და ვცდილობ რომ ეს მომავალი თაობა, რასაც ძალიან აქტუალურად ამჟღავნებენ, რომ ურთიერთობები უჭირთ, ძალიან ხშირად კომპიუტერთან არიან და ასე შემდეგ, ვცდილობ რომ ეს მომავალი თაობა შევცვალო, ასე რომ ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ჩემთან მოვლენ და ვინც მოსულა, არავინ უკან არ გაბრუნებულა, მით უმეტეს უკმაყოფილო არავინ არ ყოფილა. ალბათ რამოდენიმე შეიძლება იყოს მომავალში, არ დაუშვებთ ახლა ესეც რომ აი საუკეთესოები ვართ ყველაფერში, მაგრამ ჩვენ მე ვიცი რომ ხართ.
მადლობა. ძალიან ბევრი. ჩვენც ვცდილობთ რომ ყველაფერი განვავითაროთ, არა მხოლოდ სპორტულად, არამედ ფსიქოლოგიურად შევისწავლოთ. ბავშვების ფსიქოლოგია, მშობლების, იქ ძალიან ზოგჯერ მშობლებთან უფრო მეტი კამათი გვიწევს, ვიდრე ბავშვებთან, რომ აიცით რა თქვენ ესე ჯობია რომ მიაქციოთ თქვენ შულს ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი, ძალიან ნიჭიერია და მშობელი ამბობს რომ აი კი მაგრამ სწავლა გვინდა, სწავლაც აუცილებელია, რა თქმა უნდა, სწავლა ყოველთვის პირველია და ამას ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები, რომ თუ ნასწავლი არ იქნები ძიუდოში, ანუ არ გამოგივი, იმიტომ რომ ძიუდო არის ინტელექტუალური სპორტი და აი ესეც კიდევ ერთ-ერთი ინსტრუმენტია რა ძიუდოსი, რომ შენ ბავშვს ანახები, რომ თუ ინტელექტი გაქვს და თუ კარგად სწავლობ, კარგად სწავლა არ ნიშნავს, რომ რაღაცას იზებირებ რა. თუმცა ესეც რა თქმა უნდა გონება ძალიან დიდ როლს თამაშობს. კი და ვარჯიშთა მაგითაც მნიშვნელოვანია, რომ განათლების ნაწილიც ჩართული იყოს ამ სპორტთან ერთად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელოვნება გჭირდება, რომ რაღაცა უნდა შექმნა რა შენს თავში და მე უკვე უნდა გადაიტანო შენს ორგანიზმში და შენს სხეულს უნდა გააკეთებინო ის, რაც მოგწონს და რაც გინდა რომ გააკეთო. შენ როგორ მიხვედი პირველად იმ დასკვნამდე, რომ აი ძიუდოს კუთხით შეგინდა და რომ შენ ცხოვრება წაგეყვანა? მე ბავშვობიდან სპორტში ვიყავი სულ, ჩემი ოჯახიც სპორტულ გარემოცვაში იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ბიძაშვილი არის ვარლამ ლიბარტელიანი. მაშინ როდესაც მე უკვე 9-10 წლის ვიყავი, ის აღწევდა ძალიან დიდ გამარჯვებებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე. მახსოვს მისი მე რომ დავიწყე ძიუდო, მან აი იმ წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში. რა მოტივაცია იქნება? ჩემთვის იყო აი სასწავლო მოტივაცია და ძალიან დიდი სიამაყე, რომ ჩემი ბიძაშვილი აღწევდა ესე დიდ წარმატებას და მეც მინდოდა რა თქმა უნდა, რომ მასავით წარმატებული ყოფილიყავი და ესე იწყებს რაღაც კატეგორიის ნახევარი, რომელსაც მე რჩება ხელი შეწყობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ, რომ ყველას ხელი შეუწყოთ. ამასთან ერთად ისეთი მოსწავლეების ყავს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ და რა თქმა უნდა ჩვენ ყველას შევუწყობთ ხელს, ოღონდ მათ გამოავლინონ პირველ რიგში სურვილი, მათ გამოავლინონ რომ არიან ნიჭიერები და ჩვენ ყველას ხელს შევუწყობთ როგორც შეგვეძლება, რომ ესეთი ბავშვები გავზარდოთ წარმატებულები. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს დროებითი და არ უნდა იყოს ისეთი რომ რაღაცა უბრალოდ სპორტზე ატარეს და თუ რა თქმა უნდა მართლა არ აქვს საშუალება ამასაც გავაკეთებთ, თუმცა გვინდა რომ გავზარდოთ დიდი ჩემპიონები და ვისაც სურვილი ექნება, არავის ხელს არ შეუშვი თამაში რა. გითხარი რა სად მე ვიცი, მაგრამ ჩვენს მაყურებელს რომ ვთქარ, სად ავარჯიშებ, რომელი როგორ შეიძლება მოგმართონ და ასე შემდეგ, რომ ვისაც სურვილი გაუჩნდება. მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ გვაქვს 3 ფილიალი, ეს არის ვაკეში, აბაშიძის 70, სოლოს კორპუსში, მეორე არის ნუცუბის 129A, ქირიას აკადემიაში და მესამე არის კრწანიში, კრწანისი ვილა რეზიდენსში. ჩვენი ინსტაგრამი არის judo academy gg, შეგიძლიათ ანალოგიურად მოგზავნოთ Google Maps-ზეც, Facebook-ზეც და მოკლედ შემოგვიერთეთ, ვისაც სურს და ვისაც სურვილი ექნება, ხო შეუძლიათ პირადად ჩვენს მოგვართოთ. რა თქმა უნდა. პირადად რაღაც კითხვები რო ქონდეს, ამას დაწყებული ვარ, იმიტომ რომ მე ვიდეოები მაქვს ნახე, როგორ ექცევი ბავშვებს და როგორ გიყვარს მათთან ყოფნა, მგონია რომ ის პირად სამყაროში ხარ და ზუსტად. ძალიან მეტი. რა გრძნობაა, როცა ტატამზე გადიხარ და აი ყველა შენ გიყურებს და შენგან აი ეს მოლოდინი აქვს, რომ უნდა გაიმარჯვა. ეს უფრო პასუხისმგებლობა აიძაბები თუ იმ მომენტში აი გავიწყდება ყველაფერი და უბრალოდ იქ ხარ. ეხლა გადავიდეთ ალბათ ცოტა უფრო სულიერ ნაწილზე რა, პირველ რიგში იმაზე გაგცემ პასუხს ბავშვებთან დაკავშირებით. ანუ ეს ჩემთვის არის რაღაც ბავშვობის ტრაუმების გამოჯანმრთელება, ასე რომ ვთქვათ რა. ის ყველაფერი კარგი რაც მიმახსოვს ჩემი მწვრთნელებისგან და როგორც მინდა რომ მათ დაუბრუნო ეს სიკეთე, ეს სიყვარული, აი ამ ყველაფერს ვცდილობ რომ მოსწავლეებთან მოფერებით დავაბრუნო, ასე რომ ვთქვათ რა, ანუ რაც ჩემში დევს და რაც მიმიღია, მინდა რომ ეს კიდევ უფრო ათმაგად გავცე რა და ბავშვები თუ უტირიან, რომ აი ძალიან ჩვეულებრივად გულში მეც მეტირება მათთან ერთად და მინდა რომ ჩავეხუტო, მოვეფერო და დავამშვიდო და
ის ბავშვები ძალიან ხშირად არა მხოლოდ იმიტომ ერიან, რომ იქ რაღაც ან დაცემისგან ეტკინათ ან რაღაცა, შეიძლება რთული დღე ქონდათ, შეიძლება უბრალოდ რაღაცა ემოციურად დატვირთულები არიან ან რაღაცა შეად, უბრალოდ ვერ მოასწრეს ჭამა სკოლის შემდეგ და ასე შემდეგ. მინდა რომ აი ამ ყველა ბავშვს დავუდგე გვერდში და ჩავეხუტო და მოვეფერო. მეორე უკვე რაც შეეხება იმას რომ შეჯიბზე რომ გადიხარ რა გრძნობა არის, აქაც ერთ-ერთი სულიერი პასუხი მექნება ესეთი, რომ ან ჩვენ უნდა იმით ასხვის პასუხისგებლობის გამო არ უნდა გავაკეთოთ არაფერი რა, რაც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ გვინდა, ისე უნდა იყოს და სულიერებას ამაში იმას გულისხმობ, რომ ანუ თუ შენ გრძნობ გულით, რომ ეს ის არის, რაც გინდა, მაშინ არავის გამო არ იქნები იქ რა, ანუ მართლად გახარ და იქ აი ცოტა გვიან მივხვდი ამ ყველაფერს რა, რომ უკვე ჯიუ-ჯიტსუში როცა გადავედი 23 წლის ასაკში რა, მაშინ მივხვდი, რომ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ვაკეთოთ, იმიტომ რომ გვსიამოვნებს რა, რაღაცნაირად ჩვენს გულს და ჩვენს სულს და ეს არის ჩვენი მიზანი და აი ამიტომ ვაკეთებთ რა. მანამდე ცოტა პასუხისმგებლობას გრძნობდი. აი ევროპის ჩემპიონატზე მით უმეტეს რომ მიდიხარ, შენ ხდები პირველში მინისტრს, ხდები სხვადასხვა წარმომადგენელს საქართველოს იქ AOF-ზე ვიყავი რა, ესა European Youth Olympic Festival. სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანები ყავდნენ და აი მათ წინაშე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდი, რაც საბოლოო ჯამში მე უკვე აი ის კი აღარ გაქვს, რომ შენ უფრო გინდა თუ იმიტომ გინდა რომ იმათ გაახარო რა და ანალოგიურად მშობლებთანაც დაკავშირებით რა, მშობლებსაც მინდა უთხრა, რომ ბავშვებს არ დააძალოთ, თუ ბავშვს უნდა მართლა თვითონ მოინდომებს და რაღაცნაირად ჩვენი დაძალება შეიძლება მე საბოლოო ჯამში გამოიწვიოს უარი. შეიძლება თვითონ გრძნობდეს რა, რომ მაგრად უნდა, მაგრამ აი რაღაცნაირად რო აძალებს, ზოგი ფსიქოლოგიურად ისეთია, რომ აი რო დააძალო, რომ აი შეჭამე, იმე არ შეჭამს, იმიტომ რომ დააძალე რა და რა არის ყველაზე რთული ჩაგეკითხები ბოდიში ბავშვებთან მუშაობაში, იმიტომ რომ ბავშვს ცოტა უფრო ფაქიზი ფსიქოლოგია აქვს და ბავშვებს ეს შევეხეთ, რა არის ყველაზე რთული? ყველაზე რთული არის არა ძიუდო, არა ილეთის სწავლა, არა სპორტული აღნაგობა, არამედ აი სწორედ ფსიქოლოგიური ინდივიდუალიზმი რა. ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ გამოვყოთ ბავშვები სათითაოდ და უნდა ზუსტად გავუგოთ ვის როგორ მიუდგე ხარ? ვის როგორ მიუდგეთ და რაღაცნაირად ყველასთან ერთნაირი მიდგომა არ ამართლებს. ამისთვის მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელების, რომ მე ცოტათი განსხვავებული ბავშვი ვიყავი, რაღაცებში ცოტა უკეთესი ვიყავი სხვებზე, რაღაცებზე ცოტა უარესი ასე რომ ვთქვა და მეც ანალოგიურად ინდივიდუალურად მიდგებოდნენ და ანალოგიურად ვცდილობ მეც რომ მით უმეტეს განათლების შემდეგ რაც მივიღე ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი და ასევე იმ გამოცდილების შემდეგ ვცდილობ რომ ყველა ბავშვთან სათითაოდ მივიდე ყველა ვარჯიშზე და სათითაოდ დაველაპარაკო, ასევე სათითაოდ უთხრა რომ იცი რა და სხვათა შორის ილეთებიც არის ანალოგიურად. რა თუ ადამიანი ფეთქებადია და ბავშვს ძალიან ეთყობა ფეთქებადი არის თუ არა. მას უფრო მეტად უნდა ასწავლო ფეთქებადი ილეთები და თუ ცოტა უფრო დინჯია, ნელია, შეგიძლია რომ უფრო მეტად ასწავლო ესეთი აი თავდაცვითი ილეთები, რომელსაც კარგად გამოიყენებს. რა თქმა უნდა, მეორე მხარიც უნდა განავითაროს, მაგრამ ის რაც თვითონ აქვს, არ უნდა დაუკარგოთ რა. აქცენტირება უფრო მეტად უნდა მოვახდინოთ რა. ან გამოდის რომ სპორტში და განსაკუთრებით ამ სპორტში უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხე, როგორ მიუდგები ამას ვიდრე ფიზიკური? ზუსტად, ოლიმპიადა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და დარწმუნებული ვარ, რომ იქ გასული ყველა მონაწილე არის ძალიან მაგარ ფორმაში, მიუხედავად იმისა, რა წარმატებები აქვს. თუმცა ეს არის ფსიქოლოგიური დღე და ძალიან ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი გვინახავს, სოფლიო ჩემპიონი გვინახავს პირველ შეხვედრაზე როგორ აგებენ რა, იმიტომ რომ ეს არის თავს ითრგუნავენ ზოგჯერ ძალიან ბევრი ნერვულობით, პასუხისმგებლობით, აი სწორედ მანდ ერთვება ფსიქოლოგია და ბევრი ისეთის გვინახავს საერთოდ არაფერი მოუგიათ, მაგრამ ოლიმპიადაზე იმიტომ რომ არაფერი დასაკარგი არ ჰქონდათ, მაგრად იჭიდავეს და ან ჩემპიონებიც გამხდარან რა, ესეთი ინციდენტი ძალიან ბევრი ყოფილა. თუნდაც ერთი იტალიელი არის ესეთი 66 კილოში ბასილე, რომელსაც ან მანამდე სულ წაგებები ჰქონდა, ფაქტობრივად მედალსაც ვერ იღებდა ხოლმე და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იმიტომ დასაკარგია. ნუ აი ალბათ ესე ვიფიქრე. შენ თქონია ფსიქოლოგიურად ის მომენტი, რა აი დავუშვათ ასეთი დატვირთული, ესეთი პატარა ასაკიდან ამხელა წარმატებები გაქვს ხო, მოდიო და აი თუ გქონია ეს აი დავიღალე საკუთარ თავში თუ ეჭვია შეგვარვია, რომ აი გავაგრძელო, როგორ მიხვედი აქამდე?
კი, აი დაღლის მომენტი და უფრო მეტად ფსიქოლოგიური დაღლის მომენტი მქონდა. დიახ, ცხადია ფსიქოლოგიური. უფრო მეტად მქონდა მაშინ, აი როდესაც EOF-ზე ვიყავი და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდი. წინა ამას წინ უძღოდა რომ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ძალიან ცოტა დამაკლდა და მანამდე 3 წელიწადი იყო ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის და მაგ წელს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის წავაგე. აი ძალიან მცირე სხვაობით და რაღაცნაირად მინდოდა რომ მომეგო. არა და მოსაგებად ვიყავი წასული და აი მაგ EOF-ზე უკვე ჩემპიონობისთვის გამზადებული ვიყავი ფიზიკურად, თუმცა ემოციურად ძალიან გრძნობდი პასუხისმგებლობას და ცოტა გულის წდებოდა ამ ყველაფერზე რომ არ ვიცოდი როგორ გამომესწორებინა რა მე როგორ ჩამოვედი ფსიქოლოგთანაც დავიწყე სიარული იმან ძალიან ბევრი მასწავლა და დიდი როლი შეიტანა იმ ყველაფერში დღის აქ ვარ და უკვე ჩემთაც დავიწყე განვითარება იმიტომ რომ დავაკვირდი ჩემს თავს რომ ეს მქონდა აი აქ მქონდა რაღაცნაირად დიდი ხრელი ასე რომ ვთქვა რა რომელშიც მიჭირდა ამოსებად ასე რომ და დღეს როგორ მოვედი კიდე ასე რომ მქონდა აი დიდების ნაკრებშიც რაღაც ერთ დღესაც ავდექი და თქვი რომ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრება უნდა შევცვალო და ну, в принципе, ალბათ ჩემს უფრო სულიერ გზას მივყევი რა, რომელიც არის აი ეს ბავშვების განვითარება და თაობის შეცვლა რა. იმ დროიდან ან დავიწყე ჩემი მეგობრების მომზადება, ვეუბნებოდი რაღაცა, ვეკითხებოდი და ჩავეძიებოდი ხოლმე რომ რა პრობლემა გაქვს, რაღაცა დღეს ვერ ხარ ხასიათზე აი ესეზე, ვცდილობდი რომ მათი დღე გამომესწორებინა და ერთი დღით დამეწყო. მე ვეუბნებოდი ვიღაცისთვის თურმე ესეთი რამე მithქვამს რომ მისი ცხოვრება გამომესწორებია და უკვე აი რომ სამწუხაროებაში ჩავერთე სადაც აი 22 წლის ვიყავი 23 ხდებოდი მაშინ რა თქმა უნდა უკვე აი ძალიან აქტიურად შევდექი ამ ყველაფერს რა. შენ თვითონ ვინმე გეხმარება და ამ ფსიქოლოგიური კუთხით, ანუ შენ თვითონ ან დადიოდი ან იღებდი ან რამე რუტინა თუ გაქვს ყოველდღიური ან არა ყოველდღიური, რომელიც გეხმარება ამ სულიერ განვითარებაში. პირველ რიგში გეტყოდი რომ კარგი მეგობარი არის ყველაზე კარგი ფსიქოლოგი. თუ კარგი მეგობარი ყავს, ზოგჯერ შემოგვიყვება დაცლა გჭირდება და უნდა მოუყვეთ რაღაცა და რასაც ვერ ვლაპარაკობთ და მით უმეტეს ოჯახში ვერ ვუმობთ, მოყოლად ზოგჯერ ნიშნავს რომ ანუ რაღაცას როცა ყვები, მაგდროს უფრო აანალიზებ ამ ყველაფერს, რა შენ სავში რო ხარშავა ის ვერ ამბობ რა, ძალიან ბევრი ფიქრი გაქვს და ვერ იჭერ ამ ფიქრებს და პირველ რიგში ეს რომ აი ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს გვერდში და ძალიან მიხარი და მადლობა ყველას. მეორე ის რომ კი რა თქმა უნდა ფსიქოლოგი დამეხმარა, ეს არ იყო საქართველოში უცხოელი ფსიქოლოგი იყო და ამის შემდეგ კიდევ ერთი ძალიან კარგი მეგობარი შემხვდა, ესეც უცხოელი ავსტრალიელი მწვრთნელი, რომელიც უკვე მეხმარებოდა და ჯიუ-ჯიტსუში დამაბრუნა ასე რომ თქვა რომ მითხრა რომ შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ მოიგო რატომ არ იბრძვი მე ვთქვა რომ მე უკვე დავანებე სპორტს თავი და დავიწყე ჩემთვის სიამოვნების ის ვარჯიში და ასევე სხვების ვარჯიში და მან მითხრა რომ რატომაც არ იქნება გვეცადა რა დანებებული გაქვს ან ძიუდო უკვე დაანებე და რაღაც ახალი სპორტი ჩანს შენ ცხოვრებაში და რატომაც არ უნდა გეცადო და ამის ყველანაირ მონაცემი გაქვს თან ზუსტად და ჯიუ-ჯიტსუს შევისწავლეთ ან ჯიუ-ჯიტსუ მხოლოდ იმიტომ კი არა რომ ჩემი სპორტის არამედ ბავშვების სწავლისთვის ძიუდო და ჯიუ-ჯიტსუ ძალიან გავს ერთმანეთს, თუმცა ჯიუ-ჯიტსუს გადატანა ძიუდოში ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება. და ანუ ამითი დავიწყე და მე უკვე გავიდი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩემთან გასაკვირად 4 შეხვედრა. იმ წუთას ჩემთან გასაკვირად 4 შეხვედრა მოვიგი და გავხდი ჩემპიონი. მანდარი კიმონო და კიმონოს გარეშე ну სანამ ევროპის ჩემპიონატამდე გავიდოდი თბილისში გავიარე კვალიფიკაცია მე უკვე სხვადასხვა ტურნირები იყო თბილისში 2 კვალიფიკაცია გავიარე სადაც ორივეგან ჩემპიონი გავხდი მე მესამე იყო აი ევროპის ჩემპიონატი და ამის შემდეგ მოხდი უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გიდა ნოუგიში ორივეგან ჩემპიონი გავხდი მე უკვე შარშანაც იყო რომ ევროპის ჩემპიონატზე ნოუგიში ანუ კიმონოს გარეშეში გავედი ფინალში ძალიან მაგარი თურქი MMA-ის მებრძოლი შემხვდა და მან ჩემზე ასე რომ ვთქვათ კარგად იცოდა რა თორე კონდიციებით დაახლოებით ერთნაირად ვიყავით ძალის ხრა ну აი იქ პატარა მეტი ცოდნაც წყვეც რა თქმა უნდა და მე ვცდილობ რომ განავითარო ჩვენ დღეს კი არა ანუ სულ სწავლობ ყოველ დღეს სწავლობ რაღაცებს ბავშვებს რასაც ვასწავლი ხოლმე ზოგჯერ ესეთი რაღაცები ამოტივდება იქ სწავლის პროცესში რა ანუ ჩემთვისაც გაკვეთილია ჩვეულებრივი ხო შენ სწავლობ მათგან როგორც შენ სწავლე მათ ხო და როგორია ძიუდოს გარეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გიორგი გოლისია
ჩვენ შევეცადოთ რომ შევინარჩუნოთ ადამიანობა პირველ რიგში. და ვიყოთ ადამიანურები როგორც სამსახურში ასევე სამსახურის გარეთ და უნდა შევეცადოთ რომ პირველ რიგში რაც ენერგიები დავხარჯეთ უნდა აღვიდგინოთ ეს არა მხოლოდ ის არის რომ აი ადრე მივედი სახში და დავიძინე არამედ ის რომ მეგობრები უნდა ვნახოთ ხანდახან გავისეირნოთ ამ რუტინა უბრალოდ არ არის ეს ხანდახან ხდება ხოლმე რომ მივყვები რომ ხანდახან გავისეირნებ ხოლმე ჩემს მეგობრებთან ერთად ხანდახან სადაც აღმოჩნდები ხოლმე ძალიან დიდი სიამოვნებით და ეს მეხმარება რომ განვიტვირთოთ და რაღაცნაირად მივხვდე რომ ისევ ადამიანია არა მხოლოდ მწვრთნელი რა მწვრთნელი ძალიან ზოგჯერ ბავშვისთვის ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს და უნდა იცოდე რომ აი ერთი შესაბამის უფლებაც არ გაქვს აი როცა ტატამიდან გამოდიხარ მე რომ უნდა მოიშვა რომ იფიქრო რომ მეც ადამიანი ვარ და შესაბამის ყველა უშვებთ და შესაბამისში ხარ რა თქმა უნდა თუ შესაბამის არ გულისხმობ ისეთ რა რომ რასნაირად მოვეშვა თორე დაძაბული ყოფნა გადაგწევს საბოლოო ჯამში თუ ერთ სხვა გარდა ეხმარები და ვერც აკეთებ რომელი სამი სიტყვა აგღწევს ყველაზე მეტად შენი აზრით? მე მგონი მე ფუტკარი ანუ პირველში ძალიან მშობელი ვარ რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ რომ სიამოვნებს და ის ზუსტად ეს თქვი წეღანას და ყოველდღე ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს რომ შენ თუ აქ ხარ იმიტომ უნდა აკეთებდე რომ სიამოვნებდეს. აი იმიტომ კი არა რომ აი რაღაცა ვიღაცას უნდა დედამიწა რომ უნდა გააკეთო. ზუსტად აი ვიღაცის გამო არ უნდა იშო, მაგრამ თუ შენ აქ ხარ იმისთვის რომ გინდა, მაშინ რატომ არ უნდა გააკეთო ეს საუკეთესოდ? და შეიძლება ვიღაცას ვერ აჯობო, მაგრამ შენი თავისთვის საუკეთესო და შენ უნდა შეაფასო რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მაგარი და იყო აი საუკეთესო დღე. მე შემდეგი დღე კიდე უკეთესი იყო. მე შემდეგი დღე შეიძლება მოხვიდე ერთ-ერთ ვარჯიშზე და ძალიან ხშირად ხდება ხა სპორტში და ისედაც დღევანდელი გრაფიკიდან გამომდინარე ბავშვები სკოლაში ვერც ასწრებენ ჭაბას და ისე მოდიან და დაღლილები არიან და რაღაცნაირად აი მოთენთილები არიან. თუმცა ანუ მათთვის ეს დღეც საუკეთესო იყო, იმიტომ რომ თავიანთ თავში გადალახეს უკვე სიზარმაცე და რაღაცის გამო არ თქვეს უარი და მაინც მოვიდნენ. ასე რომ აი პირველ რიგში მშრომელი ერთგული ძალიან და პატიოსანი ალბათ Самое фантастическое, действительно, да, зустат. Մեծ է դակահասիաթավդի աուտսիլաբա։ Მე ხშირად მსმენია ბევრი რესპონდენტი ყოლია, ვის თავშოთ სპორტის მიმართულებით მუშაობს, მათ შორის სპორტის ფსიქოლოგებიც, როგორც შეახნიშნა, წეგან მშობლებთან ურთიერთობა ხანდახან ბევრად ხშირია და ეხლა კონკურენციასაც შეეხება, ხო? აი შენ ეს არ გამოგივა, ის შენზე კარგად აკეთებს, აი ეს უფრო და უფრო რგუნოს ადამიანებს და სულ რაღაცა ვიცი რომ ცდილობთ გასაკუთრებით წვრთნელები და ადამიანები ვინც ამ სფეროში ხართ რომ ეს რაღაცა დააკარგიათ მაგრამ ეს მშობლებთან ძირითადად რაზე გიწევს ხოლმე კამათი ხა ცოტა ისე ციტვა რაში რა გიწევს და დაარწმუნა ყველაზე მეტად ჩვენ დარბაზში რაც გვაქვს პირველი პრიორიტეტი ბავშვი რო შემოდის ვარჯიშზე მშობელი არ ესწრება არც შორიდან არ ესწრება მხოლოდ უყურებს ეკრანიდან ეს პირველში ბავშვებს დიდ პასუხისმგებლობას ხსნის რომ ანუ მშობლისკენ არ გაიხედება იქ სიტყვაზე თვითონ თუ დაეცემა მშობლის რეაქცია იქნება რასაც დაეცა ანუ ბავშვი უფრო მეტად ითრგუნება რა პირველში რასაც ვცდილობთ არის ეს რომ მშობლისგან რაღაცნაირად გავანთავისუფლოთ პასუხისმგებლობისგან და მეორე უკვე ამ მშობლებთან რაც ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე ის რომ მათ გონიათ რომ ყველაფერი იციან ასე რომ თქვა და გვეუბნებიან რომ აი ჩვენ რეალურად შეიძლება ჩვენ უფრო მეტად ვიცნობდეთ მათ შვილებს რა და გვეუბნებიან რომ ჩვენ ძალიან ცუდი მოსასმენია შეიძლება ბევრი მშობლისთვის თუმცა ანუ ცუდი არ იქნება იმიტომ რომ პირიქით კარგ რაღაცას ვიტყვი ანუ ძალიან ბევრს გონია რომ თავის შვილის ზარმაცია იმიტომ გონიათ რომ თვითონ ჩააგონეს ეს იმიტომ რომ კარგად არის სწავლა რაღაცა მაგრამ აი ჩვენთან რომ მოდის და რომ ვეუბნებით იცი რა შენ თუ ეს გინდა ანუ შენ თუ ამბობ რომ მათემატიკის სწავლა გინდა მაშინ რა გიშლის ხელს მაშინ აი შენ თუ გინდა რომ ილეთი გააკეთო სიტყვაზე დღეს ძიუდოში აი რა გიშლის ხელს ის რომ არ აკეთებ ხო არ ვიცი მე არც ერთი ბავშვი მე ჩვენთან ამბობს რომ არ ვიცი რამეზე რა ანუ ყველაფერზე ვამბობთ რომ შევეცდებით ავოცადოთ აი აბსოლუტურად ყველაფერზე დღეს არ გამოვა ხვალ გამოვა აუცილებლად და ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ პრინციპში მეტი არაფერი რა ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ მშობლებს დავანახოთ პოზიტიური გზა მათი ბავშვების წარმატებისთვის და ძალიან ბევრი მშობელი ვერც ხვდება ხოლმე
და მე უკვე როდესაც მე შევიცვალე სამსახური, აქამდე სხვა სამსახურში ვიყავ, ეხლა უკვე ჩემი აკადემიები მაქვს და აი იქიდან რომ წამოვედი და ის ბავშვები მარტო დარჩნენ ასე რომ ვთქვათ. მე მშობლები მირეკავდნენ და მეხვეწებოდნენ რომ სასწრაფოდ გახსენი შენი აკადემია რომ ჩვენ აქ ძალიან მარტო სულად გრძნობ თავს ბავშვი შეიცვალა ანუ საერთოდ ინტერესი დაკარგა და ანუ ვინცაც ძიუდოს ინტერესი ქონდა სიტყვაზე და იქ მთავარი როლი მე არ მეჭირა ანუ იმანაც კი ვეღარ გააგრძელა კარგად რა და ეხლა ყველა უკვე შევიკრიბე ასე რომ ვთქვათ ანუ მათი мотивაციით უფრო მეტად გავაკეთე ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩემი თავის ხმეს რო არ მდომოდა უბრალოდ ეს არის ის რაც ყველაზე კარგად გამოდის რაც ყველაზე მეტად და ყველაზე გიყვარს. ესეთი აღთავანებით ვინმე საუბრობდეს თავის კარიერაზე მართლა მე პირადად არ მომისმენია. და შენ ძალიან დიდი მადლობა ამის შანსი რომ მომეცი ამას რასაც აკლაპარაკობ ამას ყვები ხოლმე ყოველდღე ახლა მეგობრებთან იქ დარბაზში ასე შემდეგ მაგრამ აი ესე ტელევიზიაში არ მქონია ამის საშუალება რომ ჩემს თავზე მესაუბრა და იმდენი ადამიანის мотивация იქნება ეხლა კიდე დარწმუნებული ვარ და იმდენი ბავშვი თქვენ ხართ ფაქტობრივად ერთი დიდი ოჯახი ეს არ არის რაღაცა მივედი და ვიმეცადინე წამოვედი ზუსტად ოჯახში მოდის და ერთმანეთს უდგებით როგორც ოჯახის წევრები და ეს ძალიან იშვიათია და ამაზე კარგ გარემოში ბავშვს ვერ წაიღვა ზუსტად ანუ შეიძლება იმ პარტნიორთან რომელთანაც გახარ ისე კარგად არ მეგობრობდი გუშინ მაგრამ ანუ გუშინაც ერთად იყავით დღესაც ერთად ხართ ხვალაც ერთად იქნებით და გინდა თუ არ გინდა გიწევს რომ მიიღო ისეთი როგორიც არის და ძირითადად ეხლა მე რასაც ვაკვირდები ჩვენი მოსწავლეები ძალიან კეთილგანწყობილები არიან ერთმანეთის მიმართ და აქედან გამომდინარე მეგობრობას სწავლობენ ანუ ძიუდოთ იმ ხელაწრეს იქმნიან უკვე თან ანუ წარმოიდგინეთ სხვადასხვა ლოკაციაზე ხა ჩვენ ესე გვაქვს ძალაგებული რომ ანუ საბურთალოდან ვაკეში მოდის ხალხი ზოგჯერ ანუ კვირაში ერთხელ და ვაკიდან საბურთალოზე მოდის ხოლმე და ანუ ფაქტობრივად აქ ვაკეში თუ 100 ბავშვი ვარჯიშობს და საბურთალოზე თუ 200 ანუ ესენი კვირაში ორჯერ ერთმანეთს ეკეთებიან და ანუ 100 ბავშვის ნაცვლად კიდე ზემოდან 200 ყავს მეგობრები აუ ეგ რა კარგია და უფრო აფართოვებ და ერთმანეთს აცნობთ და აკავშირებთ ეს არის მათთვის დამატებითი გაკვეთილი და ამისთვის კიდე ორივე ლოკაციას ძალიან დიდი მადლობა რომ ორივე მენეჯმენტს რომ ხელს გვიწყობს და ესმით რომ ეს არის სპორტული განვითარების საკითხი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოკლედ ესე განვითარებთ ჩვენ სპორტს ძალიან გიორგი და გადავხავ და ბედის წერის გჯერა თუ აი ყველაფერი შენს შრომის უნარიანობასაც არის დამოკიდებული ისი ალბათ რაღაცა აი სწორ ადგილას აღმოჩნდები მაგის გჯერა რაღაცაში რომ გაგიმართლოს თუ აი ყველაფერი შენი შრომით უნდა მოიპოვა აი გადაჭრით ვერ ვიტყოდი ძალიან მიჭირს რომ ამაზე ვინმე გადაჭრით რამე თქვას რა და თუ ვინმე იტყვის ალბათ გადაჭრით დარწმუნებული ვარ რომ მას არც ერთი სფერო ესმის და არც მეორე სფერო ესმის სწორედაც შეიძლება რომ ზუსტად რაღაც დროს აღმოჩნდე სწორ ადგილას და მეორე შემთხვევაში შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო და ვერაფერს ვერ მიაღწიო რა ან პირიქით საერთოდ უნიჭო ადამიანმა ბევრი შრომოს და იმან მიაღწიოს და მან თქვას რომ არაფერი არ დაემთხვა რა მის ცხოვრებაში სწორედაც მისი ის რომ დაიბადა რა მას ეს ბედი ჰქონდა რომ ანუ უნდა ეშრომა და შრომით უნდა მიეღწია და რა ვიცი საბოლოო ჯამში როგორ არ მჯერა ბედის წერის ალბათ ყველას ჯერა რა ვიღაცას რაღაცა უწერია რომ ეს უნდა გახდეს ძიუდოს მწვრთნელი და ანუ მან ეს გზა უნდა გვიწერია კი მან ეს გზა უნდა გაიაროს მაგრამ შენ თუ ანუ ამ გზას არ გაივლი რა თქმა უნდა შენი ხასიათიც უნდა გამოავლინო მე რომ იქ სიტყვაზე გზიდან გადამეხვია რა თქმა უნდა დღეს აქამდე ვერ მოვიდოდი აი ამისაც მჯერა რა ანუ ბედის არ არის ის რომ კი არჩევანის უფლებასაც გაძლევს რა ცხოვრება რომ შენ თუ ამ გზას გაყვები იქნები ესეთი მეორე გზას თუ გაყვები ანუ იქ არ იქნები და არ ვიცი სად იქნები იმიტომ რომ ქონია ეგ არჩევანი ცხოვრებაში შეიძლება გადაგხადო ყველას აქვს ყოველდღე ეს არჩევანი ანუ დილით რო ადგები გაქვს ეს არჩევანი რომ რა გააკეთო რა და თუ ანუ არ გააკეთებ იქამდე არ იქნები ანუ ყოველი დღე არის პატარა ნაბიჯი შენი ცხოვრების განვითარებისთვის ყოველდღე გაქვს ეს არჩევანი რა ეს მგონია ძალიან კარგი პასუხი გამიცი და შენთვის ყველაზე დიდი ძალა რა არის? ჩემი ოჯახი. ყველაზე დიდი ძალა არის ჩემი თვითდაჯერება რომ
შემიძლია რომ ყველაფერი რასაც მოვინდომებ გავაკეთო რა და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი რა აი თუ ვიტყოდი რაღაცნაირად აი აქ ორზე და ჩემს თავს არ ჩავთვლიდი ჩემი ოჯახი მაძლიერებს და თუ ჩემ შინაგანზე ვიტყოდი მაშინ სწორედ ის რომ ანუ არ არსებობს რამე მოვინდომო რამე თუ არ გამოდის უბრალოდ არ მინდა რა და არ არსებობს რომ რამე მოვინდო და ამას ვაჯერებ ჩემს მოსწავლეებს რომ აი შენ მოინდომე აი გინდა რომ ოლიმპიადა მოიგო ან მოიგებ რა მე უბრალოდ ამას ვერ ხვდებოდი ბავშვობაში და არავის ჩემთვის არ უთქვამს რა რომ აი გინდა რომ მოიგო აი მოიგებ რა რაღაცნაირად ყოველ დღე რო ვიღვიძებდი ხოლმე დღეს უდად ვარ ცოტა ნაკლებს ვარჯიშობდი რაღაც აი სხვანაირად იყო მაგრამ როცა სურვილი გაქვს რა ნუ სხვანაირად მიყვები რა ამას ძალიან ღრმა ბავშვობას ვამბობ მე ძალიან ბევრი ვიშრომე და ამ შრომამ იქამდე მომიყვანა სადაც ვარ თუმცა რაღაც აი გადაწყვეტილებები მოხდა ცხოვრებაში რაც რამაც საბოლოო ჯამში გადაწყვეტა ჩვენი ბედი რა თქმა უნდა ძალიან მიზანდოსახული ხარ ხო? ვცდილობ რომ ვიყო ძალიან მიზანდოსახული ხარ რაგსაც გვაქვს ცხოვრებაში უნდა შევეცადოთ რომ ყოველ დღიური სიტყვაზე დღეს გავდივარ 1 მეტრს რა ამ 1 მეტრის რადიუსში შეიძლება დღეს აღმოჩნდნენ ანუ აღმოჩნდეს ორმო ან რაღაცა ან ჩავარდყათ ამ ორმოში და ჩავარდით მაგრამ რაღაცა იქ არ დამთავრებულა რა საქმე და სწორედ აი წეღანაც ეგ ვთქვი რომ ანუ იმ ორმოში რომ ჩავარდები თუ იქ დარჩები, ანუ იქ ხარ და სულ გამითარება არ გაქვს და თუ შეეცდები რომ ამოხვიდე, ანუ შენ უკვე იცი როგორ ამოხვიდე ორმოდან. ასე რომ გონია რომ უნდა შეეცადო რომ იყო მიზანდასახული ესე არ იბადება ადამიანი რა. მე პასუხი დაახლოებით ხვდები რა იქნება, მაგრამ მაინც უნდა კითხვა, აი რომ მარაძიუდო იქნებოდი. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ეს რა. აი როცა თავს ვანებებდი სპორტს მაშინ ვამბობდი რომ არა ძიუდო იქნებ უფრო კარგი ბიჭიც გამოსულიყავი თქო იმიტომ რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი რომ ისეთ წარმატებას ვერ მივაღწია როგორც მინდოდა და როგორც ჩემს ოჯახს უნდოდა და როგორც ჩემს მეგობრებს უნდოდათ იმიტომ რომ მეგობრებს ფაქტობრივად ვერ ვნახულობდი და რაღაცა ტელეფონით მქონდა უფრო კომუნიკაცია და ნებერო რაღაცას აკლდებოდი რომ რა თქმა უნდა დაბადების დღეზე მე არ ყოფილვარ ახალ წელს მე არ ყოფილვარ ანუ მათ რამე პრობლემა ჰქონდათ იქ ვერ მივდიოდი და ეს ყველაზე მეტი პრობლემა იყო და რაღაცნაირად სულის პასუხისგებლობა მქონდა რომ ჩვენს გვერდზე არ ხარ და იქ სადაც ხარ იქ მაინც იყავი ძალიან მაგარი და აი მან რა თქმა უნდა მან მქონდა ეს ფიქრები რომ არა ძიუდოში იქნებ უფრო კარგი ბიჭის ყოფილიყავი თქო მაგრამ მე უკვე როდესაც უკვე დღეიდან ვუყურებ ანუ რომ არა ძიუდო მაშინ ესეთ კარგ საქმეს ვერ გავაკეთებდი რასაც ბავშვების გაზრდა ქვია და არა მხოლოდ სპორტულად არა მხოლოდ მათი კონდიციების არამედ მათი ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია რა ძალიან ბევრი ბავშვი რომ მათ ძიუდოს თავი დაანებეს მათი მშობლები დღემდე მირეკავენ და მეუბნებიან რომ მადლობას მიხდიან რომ შენს მე ჩვენი ბავშვი აბსოლუტურად შეიცვალა და მე იმასაც ვეუბნები რომ სულაც არ არის აუცილებელი რომ რაღაცნაირად ძიუდო აირჩიო შენს ცხოვრებაში ძიუდო არის ერთ-ერთი კომპონენტი რომელიც უნდა გაიარო მგონია რომ ყველამ უნდა გაიაროს ფეხბურთელია კალათბურთელია თუ უბრალოდ მოსწავლე არის ყველამ უნდა გაიაროს იმიტომ რომ ეს არის დისციპლინა პირველ რიგში და ეს განახებს უკვე ცხოვრებაში რა შეგიძლია რა და განახებს რომ ყველაფერი შეგიძლია და რომ არა ძიუდო არ წარმოვიდგენია სად ვიქნებოდი რა იმიტომ რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ რომ სხვებს შემიძლია დავეხმარო და რა თქმა უნდა ჩემი თავიც კარგოვითარო არა მხოლოდ მოსწავლეებს არამედ იმ ასისტენტებს ვინც ჩემს გვერდით მყავს ანუ რასაც ბავშვებს ვასწავლი ისინიც ვასწავლობენ მათაც იციან რა თქმა უნდა თუმცა ვითარდებიან და მე ვეხმარები ამ ყველაფერში რომ ისინიც ისეთები ჩამოყალიბდნენ როგორც მე ვარ და ჩემზე კიდევ უკეთესად იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა მქონოდა ვიდრე ჩემს ასისტენტზე უფრო ძლიერი ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეს მას უბრალოდ პრაქტიკაში არ გამოვყენებია ჯერ ასე რომ ვცდილობ რომ რაღაცა ჩემი გარშემოწრე აი ამითი შევიქმნა რა დისციპლინა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ცხოვრებაში ყველაფერში აბსოლუტურად რა თუ გინდა რომ ან თუ დისციპლინირებულად ცუდად ცხოვრობ დისციპლინირებულად ბავშვობიდან ხარ ანუ ბავშვობიდან ამიდგომებით ხარ მე როცა დაიხოცებოდა და რა თქმა უნდა რაღაცას ხონერად შეხედავდი მაგრამ აი ყოველთვის ქონდა შინაგანი დისციპლინის შეგრძნება ან იმ შეგრძნება რომ რაღაცა რეჟიმი უნდა ქონოდა იმისთვის რომ წავედების გიხდია თუ გასწავლეს და მე უკვე გაითავისე ამას თავისით ძალიან რთულია რომ ჩამოგიყალიბდეს
უფრო გვიან გიყალიბდება და მე უკვე მატარებელს გავლილი აქვს ასე რომ ვთქვათ რა. ეს არის უფრო მეტად შეძახილები რა, რომ აი მშობლები, მეგობრები რო თუ არაფერს თუ სიტყვაზე დისციპლინა არ გექნება წარმატება. ამ ყველაფერს მე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს პრაქტიკაში. და პრაქტიკაში ჩემს ბავშვობაში ცოტა რთული იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სავარაუდოდ, უფრო მეტად ადამიანური ფაქტორი იყო ჩვენთან, აი მწვრთნელობა, მასწავლებლობა და ეხლა უფრო მეტი მგონია, რომ სიახლე არის, უფრო მეტი ცოდნა არის, ყველაში არის ეს ცოდნა და პრაქტიკაში შეიძლება რომ გადაატანინო. ასე რომ აი ეს ალბათ უფრო შეძახილებით ვისწავლე თავიდან, რომ შენ თუ დისციპლინირებული არ იქნები და მე უკვე ჩემით ვცადე რა, მე უკვე გადაწყვეტილების მომენტი გაქვს რა, 13-14 წლის ასაკში ყველა ბავშვს აქვს დარწმუნებული ვარ ეს გამოფხიზლების მომენტი, რომ აქამდე არაფერი მიკეთებია და ეხლა აბა მოდი შევხედოთ სხვანაირად თუ იქნება და აი მაშინ ვიყავით 13 წლის ასაკში დილით, ესე იგი ბიძა ჩემი მეუბნებოდა რომ ყოველდღე შვიცარზე დამირეკეო, რომ ადექი და იوارჯიშეო და ურეკავდი ხოლმე რა შვიცარს და ერთ დღესაც მითხრა რომ კაი შეწყვიტეო რა ეხლა. ჯერა, თავიდან ეგრე мотивაციას აქვს. ანუ გაიღვიძე, მაგრამ მე აღარ დამირეკეო და ანუ მივხვდი მაგით, ანუ რის თქმაც უნდა რომ ანუ მე უკვე შევეჩვიე დილით ადრე გაღვიძებას და ეს არ უნდა გამეკეთებინა სხვის გამო რა, ეს უნდა გამეკეთებინა ჩემი თავისთვის და უკვე მაინც ვიღვიძებდი დილით ადრე, ასე რომ ბარემ ვარჯიშობდი და აი ამ ყველაფერმა მიყონა ესეც ჩემი ერთ-ერთი გამოცდილება იყო რა, რომ შენ და რეალურად რასაც აკეთებ ყველაფერი შენთვის უნდა გააკეთო რა, რომ შენ განვითარდე. და მე მან დავინახე პრაქტიკაში დისციპლინის შედეგები, რომ ევროპაზე წავედი, საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, მე სხვადასხვა ტურნირები მოვიგე, ევროპის შესარჩევი და ევროპის ფინალში გავედით. ასე რომ თქვა ეგეც ცუდი არის. ძალიან კარგი იყო, ცუდი კი არა. შეგიძლია ახლა თქვა, რომ აი საკუთარი წარმატებით საცხოვრებით ბედნიერი და კმაყოფილი ხარ, ის გაკეთებაც გინდოდა, მიხვედი იმ წერტილამდე. თუ კიდევ არის რაღაცები დარჩენილი, რაც გეგმაში აუცილებლად გაგაცნობა. რა თქმა უნდა, ბოლო კითხვიდან დავიწყოთ. ძალიან მაგარი კითხვა არის, ამაზე ერთი პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში ძალიან დიდი მიზნები მაქვს და იმ მიზნებისკენ მივდივარ. რაც მინდა იქ ვარ, ან რაც მინდა ზუსტად იქ ვარ და იმას ვაკეთებ, თუმცა რაც მინდოდა, იმ წარმატებას ვერ მივაღწია. მაშინ სხვა რამე მინდოდა რა, მაშინ მინდოდა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყავი, როგორც ყველა სპორტსმენს და როგორც ყველა ოლიმპიური სპორტის წარმომადგენელს. აი ეს იყო ჩემი დიდი სურვილი და რა თქმა უნდა, ამაზე უარეს თქმა მომიწია და მე უკვე გადმოვედი, სხვა რამე მოვინდომე და ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა. და იმედი მაქვს რომ ესე გაგრძელდება რა, რომ ჩემი სურვილი სამებრ ვიქნები და მივახცევ ჩემს მიზნებს, რაც მაქვს დასახული. და რა მიზნები არის შეგიძლია? აი რამე ბავშვებს ეხება, კიდე აკადემიების გახსნას ეხება თუ პირადად შენი კარიერის უფრო მეტად გან? ჩემი მიზანია იმ თაობის შეცვლა, რომელიც ჩემს გარშემო არის რა და იმ თაობის ჩამოყალიბება წარმატებულ ადამიანებად რა და რა გზითაც იქნება ეს პირველში ძიუდო ვიცი და ძიუდოთი შემიძლია რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. ეს არის ჩემი მიზანი და მინდა რომ ეს ყველაფერი გამომივიდეს და მე უკვე რა თქმა უნდა საკუთარ თავსაც ვიღებ. რა თქმა უნდა ისიც მინდა რომ ჩემო მოსწავლეებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიონ, იმას მიაღწიონ, რასაც მე მივაღწია და მათი სიხარულით მე გავიხარო და თვითონ გაიხარო პირველ რიგში და ესეც რა თქმა უნდა თაობის შეცვლა იქნება ერთგვარი და მინდა რომ რა თქმა უნდა ბევრი აკადემიაც გქონდეს, რომ ეს ჩემი ის ცოდნა რაც მაქვს და ის გამოცდილება რაც მაქვს, ყველას გაუზიარო აბსოლუტურად და საქართველოს მასშტაბით კი არ გვიცნობდეს ყველა, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ აი ეს არის ის ქართული გუნდი, რომელსაც უნდა რომ ყველაფერში წარმატებას მიაღწიოს და ჩვენ როდესაც განვითარდებით, უკვე ჩვენ თვითონ გვეყოლება ჩვენ ფსიქოლოგი, ჩვენ თვითონ გვეყოლება ფიზმოდელების მწვრთნელი, მე თვითონაც ფიზმოდელების მწვრთნელი ვარ სნეპრემიუმში მუშაობ როგორც ფიტნეს მწვრთნელი. და როგორ მაპატიებ ბოდიში, უნდა აი ძალიან დიდი ბოდიში, უნდა ჩაგეკითხო ფიზიკურად როგორ ასწრებ ამ ყველაფერს. ანუ სნეპში ავარჯიშებ, სამ აკადემიაში დადიხარ, პირადად უდგები ყველა ბავშვს, ოჯახი, ანუ ფიზიკურად როგორ ასწრებ ამ ყველაფერს. როცა რამე გინდა. გავიგე, მაგრამ
ფიზიკურად როგორ აკეთო? სურვილი. კი, ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია რაღაცებზე უარის ხმა გიწევს და გჭირდება ისეთი ადამიანები გვერდში, რომლებიც რაღაცებს გაგიგებენ. თუნდაც მე სნეპრემოში დავდივარ ყოველ დილით და საღამოს პერიოდში არ ვარ. იქაურმა მენეჯმენტმა ეს ყველაფერი მიიღო და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ასევე დანარჩენი უკვე ჩემი დასალაგებელი არის. ისე მაგ დაალაგებული რომ ორშაბათი, თხშაბათი, პარასკევი საბურთალოზე ვარ, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი ვაკეში ვარ. დანარჩენი დღეები ჩემი ასისტენტები არიან და ჩემს პროგრამას როგორც გვაქვს ჩამოყალიბებული ვარჯიში შეავარჯიშებენ. შაბათ-კვირა კრწანიში ვარ და აი ეს კვირის დღეები ჩემი ასისტენტები არიან და იქაც ანალოგიურად პროგრამა ისე მიყვება და შაბათ-კვირას უკვე ყველა ერთად იგრებება კრწანიში, რომ ნახო ნამდვილად კარგად მიმდინარეობს თუ არა და თუ რაიმე შეცდომები არის ჩემს ასისტენტს უთხრა და ესე განმოვითარო როგორც ერთი ასისტენტი, ასევე ჯგუფი ჩემს ანუ ახთოვანებას ვერფარა მართლა ანუ თქვა დავიწყე. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, მაგრამ თავისუფალი დროს საერთოდ გააქვს. თავისუფალ დროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად არ გრჩება მაინც. ნუ აი ზუსტად ის არა, რომ ცოტა ზოგჯერ ხომ უნდა გახვიდე, რომ შენ მეგობრები ნახო და ეს უკვე შენი რაღაცნაირად კომფორტი უნდა დაირღვე რა, არ უნდა დაიძინო, რომ მეგობრები ნახო, თუმცა მე იქიდან იმდენ ენერგიას იღებდა ისეთი ზუსტად რომ მიყვება რა, იქ შენი მეგობარი გეტყვის ობიექტურად, რომ იცი რა, შენ რასაც აკეთებ, ესე ჩანს და რა მაგარია და სიტყვაზე ვიღაც ამბობს, რომ ესე არ გამოდის და მოდი ესე გააკეთე, ანუ შენ გვეთ ახმარების ხელს გრძნობი და ანუ ეს ყველაფერი გმოყავს. ყველაზე მნიშვნელოვანია გვერდში დგამა და ბოლო კითხვა, თორემ მე შეთსაუბარ შემიძლია კიდე ძალიან დიდი ხანი სამწუხაროდ დრო გვეწურება. გოგონებსაც ხო ავარჯიშე? გოგონებსაც როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს, ხო? რა თქმა უნდა, გოგონების ბიჭებთან ერთად ვარჯიშობენ, არ გვაქვს განცალკევებული. კარგი მიდგომა და რატომ გითხარი ეგეც? იმიტომ რომ გოგონებს ძალიან ბევრი რამე შეუძლიათ, რომ ბიჭებისგან ისავლონ და ბიჭებს ძალიან ბევრი რამე შეუძლიათ, რომ გოგოებისგან ისავლონ. ჯერ ერთი მეორე ის რომ გოგონება და ბიჭებმა ერთმანეთში უნდა იმეგობრონ. ესეც ძალიან დიდი მიზანი აქვს ამ ყველაფერს რა, რაღაცნაირად ჩვენ ბავშვობაში ისედაც უგაყოფილები ვისხედით სკოლაში, რომ ბიჭები აქეთ, გოგოები აქეთ და რაღაცნაირად ანუ 12 კლასი ისე დავამთავრეთ, რომ გოგონებთან ურთიერთობა არ მქონდა ისეთი კარგი, როგორც შემეძლო რომ მქონდა და როგორც დღეს მაქვს მეგობრული. და ამ ბავშვებმა უნდა იმეგობრონ ერთმანეთში და გაყოფა სიმართლე რომ გითხრათ არ მესმის. რა შეიძლება და დიდებშიც კი მგონია რომ ერთად შეუძლიათ ვარჯიში. ნუ სანამ რაღაცა შევხედავთ რომ ეს ყველაფერი კარგად და იდეალურად გამოდის. რა კარგი რაღაც თქვი რომ ორივეს შეუძლია რომ ერთმანეთისგან, ანუ აქ არ არის case-ზე, რომ ის ხშირად საქართველოში ეგრე ქალი სპორტია. ანუ ძალიან ბევრ სპორტზე გამიგია. ანუ ქალს რა უნდა ხა პირობითად ძიუდოში ან ფეხბურთში. ანუ კაცებს იმდენი რამე შეუძლიათ ქალებისგან ისწავლონ და ქალებს ანალოგიურად კაცებისგან, რომ ჩვენ თუ გავაერთიანებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარ გუნდს მივიღებთ რა. მით უმეტეს კლუბში, როდესაც გოგონების შეჯიბრია და გოგონების შეჯიბრი ცალკე ტარდება, ანუ თუ გოგონებს და ბიჭებს ერთად არ აქვთ ნავარჯიშები, როგორ უნდა უგულშემატკივროს მაშინ ეს კლუბელს, ხო? და თუ ეს ზუსტად იცის მისი ხასიათი რაღაცაში დაეხმარა, იქ გოგო ცოტა უფრო ფაქიზია და რაღაცა ედგინა და ბიჭმა უთხრა, რომ იცი რა, მეც მткиოდა თავიდან რა, მარტო შენ კი არ ხარ, გოგო რო ხარ მაგითო კი არ გკივა. არამედ ეს მეც მткиოდა რა, ბიჭი ვარ, მაგრამ მეთკინა და შენ თუ ამას ბევრჯერ გააკეთებ და გამეორებ, აღარ გეთკინება უკვე ბოლოს და ანუ გოგომ უკვე ისწავლა რაღაცა ბიჭისგან, ხო? მე ანალოგიურად ბიჭმა შეიძლება რომ გოგოსგან ძალიან ბევრი რამე ისწავლოს და იმეგობრონ. რა ეს არის ჩვენი მიზანი პირველ რიგში და მე მგონი კარგად გამოგდის და მეგობრობენ ყველა ერთად. მე შემიძლია რომ ხა ერთ დასკვნა რაც გამოვიტანო ჩვენი მთელი საუბრზე, შენი მთავარი მიზანი არის რომ თაობა მისცე მომავალი ნათელი და ჯანსაღი და მათ მეორე ოჯახი მისცა. ზუსტად და ეს მეორე ოჯახი იქნება ძალიან დიდი და კარგი და ჩამოყალიბებული წრისგან, სადაც ყველაფერ სიზარმაცეზე უარს ვამბობთ, ყველაფერ ცუდზე უარს ვამბობთ, სადაც უარს ვამბობთ დალევაზე, ნარკოტიკზე და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს უკვე გვაერთიანებს ის, რომ ანუ ჯანსაღად ცხოვრობთ და ერთმანეთს ვუდგებით, ერთმანეთს ვეხმარებით. მე მახსოვს ესეთ რამე, რომ ბავშვობაში
ცხვირი გამეთქვა და არ მქონდა საოპერაციო ფული რა და ანუ იქ სადაც გამიტყდა ყველამ დაინახა რომ ესე მოხდა და ჩემმა მეგობრებმა ფული შეკრიბეს და დამეხმარნენ. ანუ ეს ჩემთვის იმხელა გამოცდილება იყო და იმხელა სულიერი ზრდა იყო და იმხელა ეს იყო რაღაცა დიდი წინსვლა რომ ანუ მაგის მერე ანუ უბრალოდ იმ მომენტში არ იყო რა რაღაცნაირად იმიტომ რომ მე უკვე 17 წელს ვიყავი ანუ ჩემს ხელფასზე ვიყავი მაგრამ რაღაც იმ მომენტში არ იყო ეს ისეთი ხა სიმართლეთ ხო და ვცდილობ რომ ეს ხომ მე ვიგრძენი და ეს მინდა რომ ჩემმა სხვა მეგობრებმაც იგრძნო და შეიძლება იქ ფულზე არ იყოს საკითხი რა რაღაცაზე გაყოლა უნდა რაღაცაზე გაყვეს ანუ აი რაღაცა რჩევა უნდა აი რაღაც ძალიან ბევრ რაღაცაში მე ვისაც კიმონოები ჩვენ რაც გვაცვია ეს სავარჯიშო და საჭიდაო ფორმები ანუ ვისაც უძველდება და ისე უძველდება რომ ანუ უბრალოდ თვითონ გაიზარდა და კიმონო კარგ მდგომარეობაშია მოაქვს ჩვენთან და ან თვითონვე ჩუქნის თავის მეგობარს ვისაც უკვე მართლა ჭირდება და ანუ ეს ხო ამაზე უკეთესი რა შეიძლება რომ გააკეთო ვერაფერი მოგეუბნები ანუ აი აღრთავანებული ვარ და დიდი მადლობა აი მთელი გულწრფელობით ვამბობ რომ შვილი რომ ყავდეს პირველი რასაც გავაკეთებდი შენს აკადემიაში მოვიყვანე დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი იქცევა უკვე ესა და ვიცი რომ ძალიან ბევრი სტუდენტი გყავთ მაგრამ კიდე ძალიან ბევრი მოგმართავთ უღრმესი მადლობა გიორგი მადლობა შენ სწავლობისთვისაც და ყველაზე მთავარი იმისთვის რასაც აკეთებ საზოგადოებისთვის დიდი მადლობა შენ რომ მომეცი შანსი ეს ყველაფერი გადმომეცა ტელევიზიით და ყველასთვის ამეხსნა თუ რას ვაკეთებ ჩვენ რეალურად ძალიან იშვიათი და ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებ და ძალიან მაგრად დაფასდება ეს ყველაფერი შემდეგ თაობაში და ძალიან დიდი მადლობა ეს იყო სივრცე ანასტასიასთან და ეს იყო საოცარი გიორგი გველესიანი მადლობა ყურადღებით